ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით ასპინძაშიც საარჩევნო უბნების საღამოს 8 საათზე დაიხურა. ამ დროისათვის კი საარჩევნო ოლქში ოქმების შეგროვება მიმდინარეობს. საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით დილიდან საარჩევნო უბნები 7 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს კი ხმის მიცემის უფლება 8 საათიდან ჰქონდა. შესაბამისად, ყველა უბანზე პირველი ამომრჩეველი სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა. ასპინძელები მომავალი პრეზიდენტის ასარჩევად უბნებზე დადებითი განწყობით მივიდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი პრეზიდენტი პირველ რიგში ხალხის უფლებებს დაიცავს და მათზე იზრუნებს. დიდი იმედი მაქვს, რომ მე ჩემი არჩევანი ვიზეთ შევაჯერე, რომ ბევრი რაღაცა შეიცვლება. ბევრი შეიცვალა დღემდე და ბევრიც კიდე შეიცვლება. მე ასე მწყავს და მე მეგონი რომ კაი არჩევანი გავაკეთე. ჩემი არჩევანის იმედი მაქვს. ბევრ რამეს სასიკეთოს ველოდები ქვეყნისთვის, ჩემ სოფლისთვის, ჩემ ხალხისთვის. აი იმით რაც მე გავაკეთე არჩევანი და პირველ რიგში ისევ ვიმეორებ, რომ პატივს იმას ვცემ, რომ ასეთი სიმშვიდე არც ერთ არჩევნების დროს არ ყოფილა. იმედია, რომ ყველას იმედი გამართეს, ვინც არ გვინდა აგვერჩია, ჩვენთვის ყოფილიყოს, ხალხისთვის ყოფილიყოს. სულ ერთია, რომელი კანდიდატიც არ გაიმარჯვოს, ჩვენთვის, ხალხისთვის ყოფილიყოს სასიკეთოდ. მე ეს მინდა. ჩემი პოზიცია გამართება თუ არ გამართება, ეგ არის მნიშვნელოვანი. ხალხის პოზიცია გამართეს. ესაა მნიშვნელოვანი. კაი ცხოვრება მოვიდეს, კაი სოფლის ხალხს ხელი შეუწყოს სახელმთავრობამ, დაეხმაროს და ჩვენც დავეხმაროთ მთავრობას. საარჩევნო პროცესებს მთელი დღის განმავლობაში საერთაშორისო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. როგორც ისინი მეცხრე არხთან განმარტავენ, ასპინძაში ხმის მიცემა 7 ვითარებაში მიმდინარეობდა. დილიდან საარჩევნო უბნები ყველა პროცედურის დასვით გაიხსნა და ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია. სრულ მზადყოფნაში იყვნენ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები და მისი წევრები. ძალიან კარგი მდგომარეობა, თითქმის უკვე ჩემი მონაცემებით აღრიცხვას რო ვაკეთებ 124 შემოვიდა უკვე მონაწილე, არანაირი ხარვეზი არ არსებობს და რა ვიცი, ალბათ დღის ბოლოსთვის უმეტესობა მისცემს ხმას. ასპინძის ნომერ 1 საარჩევნო უბანზე წარმოვადგენ დავით ბაქრაძეს. უბანზე ვიმყოფებით დილის 7 საათიდან, უბანი გაიხსნა ხარვეზების და ყოველგვარი ზედმეტი პრობლემების გარეშე. ამ დროისათვის ნორმალურად მიმდინარეობს სიტუაცია, დარღვევები არ ყოფილა, მოსახლეობის აქტიურობაც შედარებით დაბალია, მაგრამ ნორმალური. 8 საათზე მოვიდა პირველი ამომრჩეველი. ყველაფერი მზად იყო არჩევნების ჩასატარებლად, უცხოელი წარმომადგენლები, ესწრებოდნენ ადგილობრივები, პარტიის სუბიექტების წარმომადგენლები. ყველაფერი კარგად იყო, მადლობა გადავგიხადეთ სასვლისას და ჩავთვალეთ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა და იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე ხარვეზები არ ყოფილა, არაფერი არ დაფიქსირებულა, შენიშვნები რამე არ ყოფილა. მოსახლეობაც დაინტერესებულია, მშვიდად ხვდება ყველა აი ამ დღეს რომ ეთქვიან და აქამდეც ასე თუ ვთქვათ, სიმშვიდე გვაქვს შენარჩუნებული და იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება დღის ბოლომდესაც. ხარვეზები არ აქვს? არა. ასე რომ საკმაოდ 233 ერთიან სიაში გვყავს, 2 სპეციალისტ სიაში და საკმაოდ პატარა უბანია და ასე რომ ვთქვათ, რომ რაიმე ისეთი ხარვეზები და რაიმე დარღვევა ეგეთი რაღაცა ჩვენთან არ არის. ამომრჩეველთა აქტივობასა და საარჩევნო უბნებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველ 2 საათში ინფორმაციას 39 ასპინძის საარჩევნო კომისია აქვეყნებდა. თავმჯდომარის როსტომ მაგრაქველიძის თქმით, ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში შეინიშნებოდა. დღის განმავლობაში უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. სოფელ ოიშორის მერვე და დამალის მეოთხე უბნებზე მცირე ხარვეზები გამოვლინდა, რაც ოლქის თავმჯდომარის განმარტებით გაურკვევლობა იყო და მალევე მოგვარდა. ყველა საარჩევნო უბნიდან გვაქვს მონაცემები 10 საათიანი და 12 საათიანი ამორჩეველთა აქტივობის შესახებ. პარალელურად გვაქვს ყველა უბნიდან მონაცემები კერძოდ არსებული მდგომარეობის შესახებ. ყველა უბანზე არის სიმშვიდე, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში და გარემოში, არანაირ ძირითად ექსესებს, რამე პრობლემები და ჯერჯერობით ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რომ უბნის ან მუშაობაში წავედის შეფერხება რამე არ ქონია. დღეს ასპინძაში საკუთარი არჩევანი არ გაუკეთებია, თუმცა მედიასთან საარჩევნო პროცესებზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა. ტარიელ ლონდარიძის თქმით, წინა საპარლამენტო არჩევნებისაგან განსხვავებით მოსახლეობის მხრიდან დღეს ნაკლები აქტივობა შეიმჩნეოდა, თუმცა დეპუტატის თქმით, როგორც წინა წელს პროცესი ახლაც კარგად ორგანიზებული იყო და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ტარიელ ლონდარიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით დარღვევებს, რომელიც საარჩევნო პროცესზე გავლენას მოახდენდა, ადგილი არ ჰქონია.
შემთხვევებს ადგილი არ ქონია, რომელიც გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე. ერთადერთი განსხვავება საშინელად შედარებით ის, რომ აქტივობა ძალიან დაბალია. შეეხება ჩვენს კანდიდატს და ჩვენი კანდიდატის შანსებს, ჩვენთან რაიონში ალბათობა ძალიან მაღალია, მხარდამჭერები ძალიან დიდი ყავს და ვიმედოვნებთ, რომ შედეგები იქნება ჩვენთვის სასარგებლო. დილის 10 საათის მონაცემებით ასპინძაში საკუთარი არჩევანი 893-მა, 12 საათის მონაცემებით 2156-მა, ხოლო 17 საათის მონაცემებით 5322-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. დილის 9 საათიდან გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმა 232-მა ადგილობრივმა მისცა. გადასატან ყუთზე დაკვირვებას ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ახორციელებდნენ. ასპინძის საარჩევნო ოლქში შემავალ 23 უბანზე სულ 9856 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. თუ ვინ აირჩია ასპინძამ მომავალ პრეზიდენტად, ეს ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.